შაშიაშვილი არის წინასწარ პატიმრობაში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ევა შაშიაშვილი არის თავად ონკოპაციენტი და რაც ჩვენი თემისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თემისთვის, ევა არის 24 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის დედა. ევა არის ამ შვილის ერთადერთი მზრუნველი, ერთადერთი მხარდამჭერი, სხვა ადამიანი, რომელიც მის შვილზე იზრუნებს, მისი შვილის საჭიროებებზე იზრუნებს, მისი შვილის სიცოცხლეზე იზრუნებს, ასეთი ადამიანი სხვა არ არსებობს ფიზიკურად. შესაბამისად, ახლა ევას შვილი, რომელიც ამჟამად არის სამკურნალო დაწესებულებაში, ან დარჩება საერთოდ ჰაერში და მას არ ეყოლება საერთოდ არავინ, ან მას გადაიყვანენ დიდი ზომის ინსტიტუციაში დაწესებულებაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დიდი ზომის დაწესებულებაში, რაც უთანაბრდება ესე იგი წამებას, უთანაბრდება არასათანადო მოპყრობას სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ ყველა აქამდე არსებული ანგარიში და ყველა აქამდე არსებული ინფორმაცია ჩვენ გვეუბნება, მათ შორის სახალხო დამცველისაც გვეუბნება, რომ დიდი ზომის დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან გაცილებით უფრო დიდი რისკის წინაშე, რომ მათზე იძალადონ და ისინი აწარმოონ. შესაბამისად, ვერ გავუშვებთ ვერაფრით, რომ ევას შვილი მოხვდეს მსგავს დაწესებულებაში, ან მარტო დარჩეს და მისი სიცოცხლე დადგეს რისკის წინაშე. მე ასევე ვარ აუტისტური სპექტრის მქონე შვილის დედა და ჩემთვის როგორც დედისთვის ასევე არის ძალიან კარგად გასაგები ევას მდგომარეობა, იმიტომ რომ ევა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად განიცდის თავის შვილზე. ევა ყველა სასამართლო პროცესზე ტირის მუდმივად საერთოდ არ ჩერდება და მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა არის უმძიმესი, იმიტომ რომ გარეთ ყავს შვილი. ასევე შვილის ფსიქოემოციური მდგომარეობაც არის უმძიმესი. უმნიშვნელოვანესია, რომ ევა იყოს გათავისუფლებული და რომ ევა დაუბრუნდეს თავის შვილს.